რა არის ასკეზა და როგორ მუშაობს ის? ვინაიდან ძალიან ბევრი შეტყობინება შემომდის მესენჯერში ამ თემასთან მიმართებაში, გადავწყვიტე ჩავწერო ვიდეო და ყველას ერთიანად გიპასუხოთ. ასკეზა მოდის ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს ვარჯიშს, შეგნებულ თვითშეზღუდვას, რომელსაც ადამიანი მიმართავს კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ეს კონკრეტული მიზანი შესაძლებელია იყოს სულიერი ზრდა, ენერგეტიკული სიძლიერის მოპოვება ან კონკრეტულ მატერიალურ რესურსებზე წვდომა. როგორ მუშაობს ასკეზა? როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდით უარს ამბობს კონკრეტულ ჩვევაზე ან ქცევაზე, მაგალითად, უარს ამბობს ტკბილეულის მიღებაზე ან ალკოჰოლის მიღებაზე, ასევე როდესაც ასკეზის პირობას წარმოადგენს ყოველდღიური 30 წუთიანი ვარჯიში ან მედიტაცია, ამ დროს ადამიანის ენერგოსტრუქტურაში, ენერგოველში გამოყოფილი ენერგორესურსი იზოგება, იქმნება უფრო მეტი, ნამეტი ენერგია, რომელსაც ადამიანი შემდგომ იყენებს კონკრეტული მიზნის მისაღწევად, კონკრეტული სურვილის ასასრულებლად. როგორ გავაკეთოთ ასკეზა სწორად? პირველ რიგში აირჩიე მიზანი, რომლის მიღწევაც გსურს ასკეზის გაკეთებით. შემდგომ განსაზღვრე ის კონკრეტული პირობა, ის კონკრეტული ამოცანა, რომელიც უნდა შეასრულო ასკეზის მიმდინარეობის პროცესში. იქნება ეს კონკრეტული საკვების აკრძალვა ან თუნდაც კონკრეტული სასმელის მიღებაზე უარის თქმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიური 30 წუთიანი ვარჯიში და ასე შემდეგ. რაც უფრო კონკრეტულად ჩამოაყალიბებ პირობას, ანუ რაც უფრო კონკრეტიზებული იქნება ასკეზის პირობა, მით უკეთეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ დაუშვებ შეცდომებს. ასევე საჭიროა სისტემატური თვითდისციპლინა და თვითდაკვირვება, ანუ დღიურის წარმოება, სადაც ყოველდღიურად აღწერ შენს მიმდინარეობას, თუ როგორ ასრულებ ასკეზის პირობას, როგორია შენი ემოციური მდგომარეობა, შენი განწყობები, რამდენად უახლოვდები მიზანს და ასე შემდეგ. იყავი მკაცრი, მაგრამ ზომიერი. ჭარბი ენერგეტიკული პრესინგი და ჭარბი დატვირთვა არ მოგიტანს დადებით შედეგს. ყველაფერი უნდა შეასრულოთ სრული გაცნობიერებით და რა თქმა უნდა თქვენი სურვილის, თქვენი ნების ქვეშ და არა ძალდატანებით და იძულებით. დღეს არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ყველაფერი ენერგიაა. ასკეზა კი წარმოადგენს ხერხს, საშუალებას ან გნებავთ ვარჯიშს, რომელიც გვეხმარება ჩვენი ენერგიის დაგროვებაში, ენერგიის მარაგის შენახვაში და შემდგომ მისი სწორი მიმართულებით მიზნისკენ გაშვებაში. შესაბამისად, აქ უკვე ჩნდება შეკითხვა, ვინ გვისრულებს ამ სურვილებს, ხომ? ჩვენ თვითონ ვაღწევთ ამ სურვილების ასრულებას, თუ გვეხმარება სამყარო? პასუხი ამ შეკითხვაზე არის ერთდროულად კიც და არაც. კი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ თვითონვე ჩვენი ყოველდღიური შრომით, ჩვენი თვითდისციპლინით, ასკეზის შესრულებით ვაგროვებთ ენერგიის მარაგს, ვივსებთ ენერგიის მარაგს და შემდგომ ჩვენი შინაგანი განზრახვის საფუძველზე ამ ენერგიის ნაკადს ვუშვებთ კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ხოლო მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ პირობას ვდებთ სამყაროსთან, დავიღებთ ასკეზას და შემდგომ ამ ასკეზის პირობებს ვასრულებთ დისციპლინირებულად, პასუხისმგებლობით და სკრუპულოზურად, დეტალურად მივყვებით, ასე ვთქვათ, ასკეზის პირობებს. ამ შემთხვევაში სამყარო ჩვენს მიმართ დადებითად განეწყობა, მიიჩნევს, რომ ჩვენ ვართ სანდო, პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც ასრულებს პირობას, ასრულებს თავის სიტყვას და შესაბამისად გვეხმარება ჩვენი მიზნის განხორციელებაში. შესაბამისად, როდესაც ადამიანი იწყებს ასკეზის შესრულებას, მაგრამ შემდგომ არღვევს პირობას, ასეთ დროს ენერგეტიკული ძალები მიიჩნევენ, რომ ადამიანი არის უპასუხისმგებლო, რომ მისი ნდობა არ შეიძლება და შესაბამისად, თუ ეს შეცდომები შემდგომშიც გაგრძელდება მისი მხრიდან, ანუ განმეორდება, ექნება განმეორებითი ხასიათი, ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოექცევა ენერგეტიკულ ბლოკში და შესაძლებელია უფრო სავალალო მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეს, ვიდრე იყო ასკეზის დაწყებამდე.
ამიტომ არის საჭირო მაქსიმალური გააზრება და დისციპლინირებული მიდგომა ასკეზისადმი, რადგან აქ არ მუშაობს პრინციპი არ ცოდნა, არ ცოდვაა. რადგან შეცდომის დაშვება ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანი მივიდეს საკმაოდ სავალალო შედეგებამდე. როგორც მივხვდით, სახელი და რეპუტაცია ენერგეტიკულ სამყაროშიც ისევე მუშაობს, როგორც მატერიალურ სივრცეებში, მაგალითად ბიზნეს წრეებში, სადაც ადამიანის, ბიზნესმენის ნათქვამ სიტყვას და ამ სიტყვის პირობის შესრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ეცადეთ, რომ მიცემული სიტყვა, სამყაროსადმი მიცემული სიტყვა და პირობა არასოდეს დაარღვიოთ, არასოდეს გატეხოთ. ვინ არ უნდა დადოს ასკეზა? ასკეზა არ უნდა დადოს ფსიქიკური, ფსიქოლოგიური აშლილობების მქონე ადამიანმა, რომელსაც აქვს პერიოდულად პანიკური შეტევები, შფოთვები, ასევე არასრულწლოვანმა. ანუ შესაბამისი ასაკობრივი სიმწიფისთვის ჯერ კიდევ მიუღწეველმა პირმა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადამიანის ნება არ არის სრულფასოვანი, შესაბამისად ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას თავის მიერ ნათქვამ სიტყვაზე, პირობაზე და შესაბამისად შესაძლებელია, სრულიად ლოგიკურიც არის, რომ მან ვერ შეასრულოს ეს პირობა, ანუ გატეხოს სიტყვა, ხომ? ამიტომ არ არის სასურველი ასეთი კატეგორიის მქონე ადამიანებმა, რომ დაიწყონ ასკეზას შესრულება. ვინაიდან ადამიანი, რომელიც იწყებს ასკეზას, 100%-ით არის მასზე პასუხისმგებელი და სწორედ აქედან გამომდინარე საჭიროა სიფრთხილე და წინდა ხედულება. შესაბამისად, ისე რომ არ მოხდეს, როგორც ამ ადამიანს დაემართა, ვისი მონაწერიც სკრინად მაქვს გამოტანილი ვიდეოზე, საჭიროა თავიდანვე დააკონკრეტოთ, დააზუსტოთ ასკეზას პირობა, ანუ რას უკრძალავთ საკუთარ თავს, ან რის შესრულებას ივალებთ, ხომ, საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ. მაგალითად, ამ შემთხვევაში ადამიანმა უარი თქვა შაქრის მიღებაზე, თუმცა შაქარს ძალიან ბევრი პროდუქტი შეიცავეს, ამიტომ აუცილებელია დაკონკრეტება, ხომ, მაგალითად არა ზოგადად შაქრის მიღებაზე უარის თქმა იყოს, თქვათ ასკეზას პირობა, არამედ მაგალითად შაქრიანი ყავის დალევაზე უარი, ან შოკოლადის მიღებაზე უარის თქმა და ასე შემდეგ. ასკეზა ეს არ არის თამაში, ამიტომ შეცდომების დაშვება და შემდეგ სინანული გამოსავალი არ არის სამწუხაროდ. იმიტომ რომ ნებისმიერი ქმედება იწვევს კავშირს შესაბამის უკუქმედებას, ამიტომ შეცდომით განხორციელებული ქმედებაც იწვევს შესაბამის რეაგირებას სამყაროს მხრიდან. ერთს დავამატებ, იმისთვის რომ ასკეზა აგვისრულდეს, ანუ სურვილი აგვისრულდეს, ასკეზას პირობა უნდა იყოს სურვილის საპირწონე, სურვილის წონადობის. თუ დავალება ძალიან მარტივია და ამ დროს მიზანი არის მაგალითად მილიონერობა ან მსოფლიო აღიარების მოპოვება, პირობითად ვამბობ, ბუნებრივია ასკეზას პირობა სურვილის საპირწონე არ იქნება, სურვილის წონადობის არ იქნება და შესაბამისად ჩვენი მიზანი ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ყველაფერში, ასკეზას შესრულების დროსაც საჭიროა სამყაროსეული წონასწორობის ბალანსის დაცვა და მაშინ ყველა თქვენი სურვილი აგისრულდებათ. თქვენი სწორი, ბალანსირებული სურვილების ასრულებას გისურვებთ, ჩემო მსმენელებო. ახლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.